მოქმედებს, ასე ვთქვათ, სამართალდამცავი ორგანოები. რისთვის არის საჭირო საერთოდ მართლმსაჯულება და კანონი, ხო? იმიტომ რომ თვითონ ჩვენთაგანმა იცის, რომ ადამიანებს ურთიერთშორის იყოს სამართლებრივი დამოკიდებულება. მაგრამ ჩვენთან მოხდა პუჩი. ჩვენთან მოხდა ბანდიტებმა ხელში ჩაიგდეს ბეხა. ესე იგი აქედან გამომდინარე, ჩემოკარგებო, ბანდიტს რაში ჭირდება ის კანონი, რომელიც კანონიც მას დაიჭერს. თავისთავად აქედან გამომდინარე, 3 წელიწადი საერთოდ კანონი და კონსტიტუცია არ ქონდა. და იყო ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, რაღაცა, რომელსაც თვითონ შევარდნაძემ თქვა, რომ 3 წელიწადი ქვეყანას კონსტიტუცია არ ქონდაო და აბა ის 3 წელიწადი რა მოქმედებდა, რა იყო. ამის შემდეგ, როგორც ბატონი გიორგი მოყვა, განვითარდა მოვლენები. თავისთავად რომ მოსულიყო უხეშად რო დავსვათ. რომ მოსულიყო ნორმალური ხელისუფლება, სიტყვაზე რაღაცა გცით, ხო საქართველოში პირველ რიგში ის დააყენებდა საკითხს რას, რომ რა მოხდა 1991-12 წლებში და დაიწყებოდა ამის გამოძიება და ეს ხელისუფლება დაარქმევდა ყველაფერს თავის სახელს. მაგრამ ჩვენ უკვე ფაქტის წინაშე ვდგევარ და რა ხდება? ყოველი ხელისუფლება, რომელიც იცვლება, ზოგი დაბერდა და ამიტომ შეცვალა სააკაშვილმა. მერე სააკაშვილს დამეტანი მოუვიდა და ჩაანაცვლა ივანიშვილმა. ეხლა უნდათ ივანიშვილი ჩაანაცვლონ, ასე ვთქვათ. ამ ხელისუფლებებს, ასე ვთქვათ, ძირში თავისთავად ძირიდან იმართება აი იმ ბანდიტების მიერ, რომ ეს არა, კიდე გეუბნები 9-ჯერ იქნებოდა ესენი დასამართლებული. აქედან გამომდინარე, სანამ ამ ქვეყანაში არ აღდგება კანონი, არ აღდგება კანონიერება, არ აღდგება ლეგიტიმაცია, მანამდე სამართალზე, მართლმსაჯულებაზე საუბარი ზედმეტია. მაგრამ კაი, მაინც ეს ხალხი ატყუებს, როგორც ბატონმა გიორგიმ ძარა, რომ ჩვენ ხან ვის უსმენენ, დღეს არის ვენეციის კომისიას, ჩვენ რო ვკითხოთ, აი ჩვენ ამიტომ ვაკეთებთ ამას, რომ ევროკავშირმა დაგვაბარა, ვენეციის კომისიამ დაგვავალდებულა. არა, ჩემოკარგებო, როდესაც ესენი იღებდნენ იმ კანონს, რომელიც მათ აწყობდათ, მაშინ იძახდნენ ვენეციის ის იყო ესო. აი ეხლა ფაქტის წინაშე რეკომენდაცია იყო და იმიტომ გავაკეთეთ, ხო, თავიანთ ბინძურ საქმეებს ესენი ვენეციის კომისიით, ევროკავშირის დადგენილებით. აი ხო, დღეს უკვე გამოდიან და იძახიან ვენეციის კომისია ვინ შეიმბეხებია, ბატონებო, ჩვენო არ ვემორჩილებ ვენეციის კომისიაზე, რას ქვია ესო? თან ისეთი დეპუტატმა თქვა ბატონო გიორგი, საერთოდ სახელი და გვარი პარლამენტში მე მგონი არ იცია. მაგრამ ეხლა რა, ხო, უნდა ათქმევიეს, რომ თურმე უკვე აღარ ჭირდებათ ის, იმიტომ რომ როდესაც მივიდა საკითხი კონკრეტულად როგორ უნდა მოიქცეს, რა უნდა გააკეთოს, მაშინ ვენეციის კომისია არ აწყობს და იძახიან, რომ ჩვენ ჩემოკარგებო ბრძანებებს ვერავისას ვერ დავემორჩილებით, ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო. ჩემოკარგებო, თუ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ დამოუკიდებლად აწარმოეთ ურთიერთობა ყველა სახელმწიფოსთან და დამოუკიდებლად ჩაატარეთ არჩევნები და დამოუკიდებლად იმექმედეთ საერთოდ, მაგრამ თქვენთან ესე არ არის. ეხლა მეორე საკითხი, კი ბატონო, თავისთავად ის რეჟიმი, რომელიც არის ბანდიტი, ყაჩაღი, თავისთავად იღებს იმ კანონს, იმ კანონებს იღებს, რომელი კანონიც მას აწყობს თავისთავად. მაგრამ აქაც ცუდად აქვს საქმე რა გაგებით, იმიტომ რომ არ შეიძლება კანონი ისე დაწერო, რომ სულ შენ ბანდიტობას ამართლებდეს. ამიტომ ამათ აქვს ზოგჯერ კანონში, ვინც არ არის ჩახედული იმას ვეუბნები, ურთიერთგამომიცხავი კანონები. ერთ ადგილას სიტყვაზე რაღაცის ქურდობას ნებას აძლევს, მეორე ადგილას კიდე ჯის. შენ თუ ეს არ იცი, ამას არავინ არ გაჩვენებს. ეხლა მეორე და რისთვისაა ეს საჭირო? როდესაც ამ ბანდიტებს დაჭირდებათ შენი დასჯა პატიოსანი ადამიანის, იმ წუთად მოგიყვანენ იმ კანონს და კონსტიტუციას და ციხეში ამოგალპობენ. და როდესაც მათ ეს არ ჭირდება ვინმე თავისიანია, ეგრეთ წოდებული ჰუმანიზმიდან გამომდინარე, ბჭყალებში შეიძლება გაკიცხონან ერთი-ორი სიტყვა რამე ისეთი უთხრან, ხო, ასე ვთქვათ. ასევე აი ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია ჭეშმარიტმა სამართალდამცავმა, მე ვგულისხმობ პოლიციას, პროკურატურას იმოქმედოს. რა ხდება იქ?
ამ კანონების საფუძველზე თქვენ წარმოიდგინეთ ახლა როგორ უნდა ემუშაოს, მე მგულისხმება არა უკვე კორუმპირებულს, არამედ ასე თქვა თუ ვინმე არის იქ პატიოსანი, პოლიციელი და პროკურორი. გამიგე რა უნდა აკეთოს? ვერც ვერაფერი. დღეს ასე ვთქვათ, თუ მას ჭირდება და შენ უნდა რომ ასე ვთქვათ ვერ მიაღწიო სამართალს, უვადოდ შეუძლია გამოძიება კონდეს და არა აქვს დრო მიცემული და სანამ ცოცხალი ხარ და ან რომ მოკვდები, მე შეიძლება აწარმოონ ეს ასე ვთქვათ ძიება საქმეზე. თუ მისიანი ხარ, რა თქმა უნდა, იქ დროც არ არის და ერთ თვეშივე ყველაფერს თავის ადგილას მიიყვანენ. რატომ? იმიტომ რომ ეს ისეთი კანონი დაწერეს, რომელიც თავიანთ ტანზეა მორგებული. მაგრამ კანონს თუ დაწერეს ხლა თეთრი ხაზით, თავისთავად ეს თეთრი ხაზი გაივლის მათ შორისას. ამიტომ ეს თეთრი ხაზი არ გაივლება არასდროს. ამიტომ არის ახლა ასე ვთქვათ ესეთი ომი იმ გუნდს შიგნით, უბრალოდ კლანებს შორის ესე ვთქვათ. თუმცა ზვიად გამსახურდია ეგ ჯერ კიდე 15 ნოემბერს 91 მაშინ თქვა რომ ერთმანეთს კლანები გადაიკიდებიან და იქნება შიდა ასე ვთქვათ დაპირისპირება და ფაქტიც არის. აქ ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირებას და დაპირისპირებას რა თქმა უნდა ისევ და ისევ ფულს, იმიტომ რომ რაც მეტი დრო მიდის, ამ ქვეყანას ნაკლები საჭმელი რჩება. ამ ნაკლებ საჭმელს კიდე მეტი კაცია და ამ ადამიანების გამოხშირვა მიდის. ამიტომ უპირისპირდება ახლა ეს კობახიძე, ბესელია და ასე შემდეგ. ახლა მოდის გიხდით, მაგრამ ადამიანები, რომლებიც არიან სინდის გარეცხილი, ნამუს გარეცხილი, როგორ შეიძლება მათ სგან მოდიოდეს რამე სიმართლე. ორიოდე სიტყვით მინდა ეკა ბესელიაზე ვთქვა. ქალბატონო ეკა, სად იყავით ერთი მანამდე? როდესაც თქვენ იყავით ადამიანის უფლებების კომიტეტში, მე არ მახსოვს თქვენი რაიმე ისეთი განცხადება, რომელიც ამხელდა რამე დანაშაულს ვინმეს მიმართ. ან რომელიმე ჩინოვნიკი ამხილეთ, ან რომელიმე უსამართლობას დაიცავით და მის გვერდში დაუდეკით. ესეთი რამე მე არ მახსოვს. რატომღაც როგორც კი ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაში რო გახვალთ, მე ხდებით გმირები, მე ხდებით ეგრეთ წოდებული ჟანადარკები და მაიაწყნეთელები. თუმცა ძალიან შორს ახარ თქვენ არც ერთიც და მეორეც. ასე რომ ჩემო კარგებო, ჩემო საყვარელო ხალხო, ქართველებო, მე მოგიწოდებთ რომ ვიბრძოლოთ კანონიერებისთვის, სამართლიანობისთვის, ლეგიტიმური ხელისუფლების აღდგენისთვის, სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. თუ არა და იმ სამართალსაც, იმ პოლიციელსაც, როგორც ბატონმა გიორგი მძარა ტალახში, ჭაობში თუ ვიცხოვრეთ. ჩვენ ყველა დამიჯერეთ რაც არ უნდა წმინდანი იყო იმ ჭაობში, ტანსაცმელი რო გაცვია იმ ჭაობის სუნი აუვა და შენ საყროლდები თუ მოითმენ. გამიგეთ? ამიტომ ნუ ვიტყვით მერე რომ აი რა ცუდ დღეში ვარ. ცუდ დღეში ვიქნებით მანამ სანამ ამ ჭაობიდან არ დავიწყებთ გამოსვლას და დაგმობას ამ ჭაობისას და არა ჭაობის შეცვლას. ჭაობს ვერ შეცვლით. გამოდით იქ ჭაობიდან. ჩვენ არ გვაქვს იმის ძალა რომ ჭაობი დავაშროთ. გამიგეთ? იმიტომ რომ ძალიან ბევრნი არიან. ამიტომ ჭაობი უნდა დავტოვოთ ჩემო კარგებო და ავაშენოთ ის ქვეყანა, რომელიც ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი შვილთა შვილებისთვის, ჩვენი ქართველი ერისთვის იქნება მისაღები და მათთვის ასე ვთქვათ სიკეთის მომტანი, რომ ამდენ ამ მიწაზე, ამ ადგილას ჩვენმა ჯიშმა, ჩვენმა გენმა ბოდიში გაიხაროს. მადლობ ყურადღებისთვის.